გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან თემას ქართველი ფეხბურთელების გარშემო. სურიკოს მორიგი დუბლი ლიგაურში და მოახლოებული ტრანსფერი. ასევე შევეხებით პარი სენ-ჟერმენის გეგმებს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე და კვარაცხელიას შეფასებას 2025 წლის შესახებ. სეზონი, რომელიც მის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება. თქვენთან კითხვა უნდა მაქვს, რომ დამიბასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე დავძენ იმასაც, რომ არხის მაყურებელთა თითქმის 64%-ს არხი ჯერ კიდევ არ აქვს გამოწერილი. ამიტომ თუ შენც მათ რიცხვში ხარ, დამით მეორე წამი და შემოუერთდი ჩვენ საფეხბურთო ოჯახს. რადგან ჩვენი მიზანია, რომ 100,000 გამომწერს მივაღწიოთ. მადლობა თუ შენ ახლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. უკან ლევანტეში რა ხდება ქოჩოლაშვილის თავს? ლისაბონის სპორტინგი ქოჩოლაშვილის ტრანსფერით იმედგაცრუებულია და მზადაა იანვარში ქართველ ნახევარმცველს შეელიოს. ხოლო ქოჩოლაშვილის მიმართ პირველმა ინტერესი მისმა ყოფილმა კლუბმა ლევანტემ გამოიჩინა, რომელიც მზადაა რომ ფეხბურთელი იჯარით დაიმატოს. ინფორმაციას ესპანური სინტრეგუა ავრცელებს. ვალენსიური კლუბი ბოლო ორი თვეა კრიზისშია და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილამდე დაქვეითდა. აქედან გამომდინარე კი ლევანტი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. ქოჩოლაშვილი კი მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. აღსანიშნავია, რომ ესპანურმა კლუბმა ლისაბონელებს უკვე შესთავაზეს ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე იჯარის წესის დამატება, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ. ამ რეალობიდან გამომდინარე კი დიდია შანსი, რომ ქოჩოლაშვილი იანვარში კვლავ ლევანტეში ვიხილოთ. საფრანგეთის ლიგაურის მე-17 ტურში სენტ-ეტიენმა შინ ბოლო ადგილოსან ბასტიას უმასპინძლა და შეხვედრა 2-2 დასრულდა. ამ შეხვედრაში კი ზურიკომ დუბლის გაფორმება შეძლო. კერძოდ 24 წუთზე თანაგუნდელის პასი კარგად მიიღო. შემდეგ კარგად მოტრიალდა და მეკარესთან 1-1-ზე გასულმა სეზონში მე-7 გოლის გატანა შეძლო. ხოლო 91 წუთზე ზურიკომ საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა, სივრცე აითვისა და ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა. მან კი ამ გოლით თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა. ეს კი მისი მერვე გოლია ლიგაურის ამ სეზონში. მე კი შეგახსენებთ იმასაც, რომ სამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა სენტ-ეტიენი დატოვოს. ფუტმერკატოს ინფორმაციით ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობა შესაძლოა ამ ზამთარ შეიცვალოს. ერთ-ერთმა ევროპულმა კლუბმა მის შესაძენად ნაბიჯები უკვე გადადგა. მწვანეები კი ბაზრიდან წამოსულ შემოთავაზებებს უკვე უსმენენ. ასე რომ ბეშიქტაშის გარდა კიდევ ერთი კლუბი იჩენს დიდ ინტერესს, თუმცა აღნიშნული კლუბის ვინაობა არ სახელდება. ასე რომ თუ სენტ-ეტიენისთვის შეთავაზებული თანხა მისაღები იქნება, ზურიკო დიდი ალბათობით კლუბს ატოვებს. მისი სატრანსფერო ღირებულება კი ამჟამად დაახლოებით 12 მილიონი ევროა, თუმცა კლუბმა შესაძლოა გაცილებით მეტი მოითხოვოს. საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში ქართველების დაპირისპირება გაიმართა. კერძოდ მეცმა პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2-3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ სამი ქართველიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი იყო, რომელსაც დიდებული მატჩი ჰქონდა. წიტაიშვილმა პირველ გოლშიც მიიღო მონაწილეობა და მეორე გოლი თავად გაიტანა. კერძოდ ქართველმა ულამაზესი რეიდი შემოგთავაზა და მარჯვენა ფეხით საფონოვის კარი აიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მეცის თავკაცმა სტეფან ლემინამ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა. გიორგი წიტაიშვილი სტაბილური ფეხბურთელია. რამდენჯერმე მისი გამოყენება მარჯვენა ფლანგზე ვცადე, თუმცა ნაკლებად ეფექტური იყო. დღეს მარცხენა ფლანგზე შესანიშნავი იყო. მისი ფლანგიდან ბევრი შეტევა განვახორციელეთ. ფიქრობ წიტაიშვილმა გამორჩეულად ითამაშა. ბევრჯერ ჩააწოდა და საჯარიმოში დიდებული გოლი გაიტანა. განაცხადა ლემინამ. რაც შეეხება ხვიჩას, კვარაცხელია მინდორზე 66 წუთზე გამოჩნდა და საკმაოდ აქტიურადაც ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ კვარაცხელიამ ჯეო თიმთან ისაუბრა, სადაც ქართველი ვარსკვლავი არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემას შეეხო, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც. წიტაიშვილი პირველივე წუთებიდან ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მისი გოლი გულწრფელად გამიხარდა. მიუხედავად იმისა, რომ მან ბურთი ჩემს გუნდს გაუტანა, მაინც ვერ დამალავს სიხარულს. ეს იყო ულამაზესი გოლი. ჩემმა გუნდმა შეხვედრა მოიგო, ხოლო წიტაიშვილმა ნამდვილად დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა. ამიტომ ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ყველაფერი იდეალურად დაალაგდა. კვარაცხელიამ კი ასევე შეაფასა დასრულებული სეზონი და ის პერიოდი, რომელიც მის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად მიაჩნია. ჩემპიონატში ეს წლის ბოლო მატჩი იყო. 2025 წელს კი ძალიან დადებითად შევაფასებდი. ეს ჩემი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო სეზონი იყო. ავიხდინე ბავშვობის ოცნება და ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. თუმცა ამ წარმატებების მიუხედავად რთული პერიოდებიც იყო, რაც ძირითადად ნაკრებს უკავშირდება. სამწუხაროდ ვერ შევძალი კიდევ ერთი დიდი მიზნის მიღწევა, საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, მაგრამ ყველაფერი წინ არის და მეშრომას აუცილებლად გავაგრძელებ, რათა ერთ დღეს ამ მიზანსაც მივაღწიო, განაცხადა ხვიჩა. მე კი ეჭვი არ მეპარება, რომ ხვიჩა ამ სიტყვებს გაამართლებს. ნაკრებში ძალიან მიზანდასახული და შრომის მოყარე ფეხბურთელები ყავს. ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ ბიჭები ამ მიზანსაც მიაღწევენ და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობას მოვიპოვებთ. ის მძიმე მარცხები კი რაც გავიარეთ, მომავალში მხოლოდ დაგვეხმარება, გავგზრდის და უფრო დიდი წარმატებებისთვის მოგვამზადებს.
აცხადებს, რადგან ჩვენ სწორედ ასე გავედით ევროპის ჩემპიონატზეც. ასევე დავძენ იმასაც, რომ შეხვედრის შემდეგ კვარაცხელიაზე კომენტარი ლუის ენრიკემაც გააკეთა. წლის ბოლო მატჩი იყო ჩვენთვის ჩემპიონატში და დაუჯერებელი წელი გამოვიდა, რადგან ჩვენ ყველა ტიტულის მოგება შევძელით. ფიქრობ კვარაცხელია ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, ვინც ამ წელს ჩვენს გუნდში გაიფრწყინა. იანვარში მოვიდა და მალევე გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი გახდა. გოლებს იტანს, საგოლე პასებს აკეთებს. მისი პიროვნება და ხასიათი როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთ ყველასგან გამორჩეულია. ისიც ვიცით, რომ მას სჭირდება განვითარება, რადგან მთლიანად ამბიციური გუნდი ვართ. ჩვენ კი ბედნიერები ვართ, რომ გუნდში კვარა გვყავს, განაცხადა ენრიკე. ასევე ცნობილი ხდება თუ რა გეგმა აქვს პარიზულ კლუბს სამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე. ჩემს ნათქვამში არაფერს ვსვლი. როგორც ყოველთვის ღია ვარ სიახლეებისთვის. ძალიან კარგი სპორტული დირექტორი ყავს, რომელიც ყველა შესაძლებლობას აანალიზებს. ჩემი სურვილი უსვლელია. გვაქვს ტრავმები და ვენდობით ჩვენ ახალგაზრდა მოთამაშეებს. თუმცა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ჩვენთვის ფეხბურთელის გაფორმება არც ისე მარტივია. თუ იცნობთ რომელიმე ძალიან საინტერესო და შედარებით იაფ ფეხბურთელს, სად ვარო მოგისმინოთ. რა თქმა უნდა დავაკვირდებით ბაზარს. ეს ნორმალური პროცესია. თუმცა დარწმუნებულები ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ და სიახლეებისთვისაც მზად ვართ. განაცხადა ენრიკე. გვიყვარხარ არ წახვიდე. ალონსოს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მისთვის როლი მოვამზადეთ. რონალდო ფორსაჟის მე-11 ნაწილში. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კრიშტიანო რონალდუსთვის ფორსაჟში როლი მოამზადეს. პოპულარული ფრენჩაიზი ფორსაჟი მე-11 ნაწილით უნდა დასრულდეს. ფილმის გადაღებები კი 2026 წელს დაიწყება. ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა ვინ დიზელმა კი განაცხადა, რომ ალ-ნასრის ფორვარდისთვის კრიშტიანო რონალდუსთვის ფორსაჟის ახალ ფილმში როლი მოამზადეს. ყველა მეკითხებოდა იქნებოდა თუ არა რონალდო ფორსაჟში. უნდა ვთქვა, რომ ის ორი ბიჭია. ჩვენ მისთვის როლი დავწერეთ. დაწერა დიზელმა სოციალურ ქსელებში. შესაძლოა საუბარი იყოს რონალდუს კამეოზე ან სრულფასოვან როლზე. ჯერჯერობით საბოლოო დეტალები უცნობია, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფორსაჟის მე-11 ნაწილი 2026 წელს გამოვა, მაგრამ შესაძლოა პრემიერა 2027 წლისთვის გადაიწიოს. ყველაფერი კი დამოკიდებული იქნება გადაღებების ხანგრძლივობაზე. რაც შეეხება 40 წლის პორტუგალიელს, ამ სეზონში რონალდომ ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, სადაც 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადასემა შეასრულა. ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით რეალმა ესპანეთის წლევანდელ ჩემპიონატში ყველაზე პრინციპული დაპირისპირება მოიგო და კატალონიის ბარსელონა დაამარცხა. თუმცა ბასკის სპეციალისტის მომზადებულმა სამეფო კლუბმა ელ კლასიკოს შემდეგ ჩატარებული 10 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო. 3 ფრედ დაასრულა და 3 წააგო, რის გამოც ალონსოს განთავისუფლება დღის წესრიგში სრული სერიოზულობით დგას. როგორც წესი, ცუდი შედეგებიდან გამომდინარე, გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის განთავისუფლებას აქტიურად ითხოვენ, მაგრამ ამჯერად სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. კერძოდ, როდესაც რეალი ალავეში სათამაშოდ მიემგზავრებოდა, ბლანკოსის ბაზაზე ჩაბის კომაგებმა ტრანსპარენტები დაახვედრეს. გვიყვარხარ არ საწახვიდე, ერთად ძლიერები დავბრუნდებით. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, წამყვანი მადრიდული გამოცემები ერთხმად აცხადებენ, რომ ფლორენტინო პერესმა ჩაბი ალონსოს სიტუაციის გამოსასწორებლად სამატჩიანი ვადა მისცა. აღსანიშნავია, რომ გუშინ მადრიდის რეალმა ალავესთან გამარჯვება მოიპოვა, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ეს გამარჯვება გუნდს მარტივად არ მოსულია. შეხვედრა საკმაოდ რთულად წარიმართა და თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მიღებული შედეგით სრულად კმაყოფილი დარჩეს. სწორედ ამიტომ სეზონის დარჩენილი ორი შეხვედრა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, როგორც გუნდის საბოლოო შეფასებისთვის, ისე სამომავლო გეგმებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.